გაუმარჯოს. ვაიდედა. ზუსტად გაჭირული 5 საათია. ყველაფერში მოვრჩი მოლაგებას. ხო და ესე იგი ახლა ჩამოვთვლი ელენეს საროჭკა, გიორგის საროჭკა, მარიამის საროჭკა და ანის საროჭკა. 4 მაგ დასახატი. და თუ არ დავხატე, შემაგერად არავინ არ დახატავს. ამიტომ რადგან ესე მალე მოვრჩი რაღაცებს და მაინც უნდა დავჯდე, იმიტომ რომ მარცხენა წანას არ დიმდგება. ფეხის მაგვარი. ამიტომ მეთქი ჩემო არ დახურა კარები ბარბარე უნდა ვცემო. იონე გეხვეწები კარი გაიღო და ჩაკეტე რა, თორე ქათმები გავლენ. მოდი, შემოხვალ? დედაცი, კაი ამინდია იყავი კარტოჭე. აქ მაგ ფარდა დასაკიდი და დასაუთვებად ხიფროსა და ბაგრაბეზარებო. და იყოს ჩვენ ვერ შევოდის სიდათ. ესე იგი წავაბრძანოთ ლაშას კომპიუტერი, ჩემი არის ამისი ნახევარი და შესაბამისად პატარა ეკრანზე და სადიდ ეკრანზე ნანახი სურათი. ესე იგი ახლა ჩვენ გამოვიტარეთ გიოს საროჭკა, შესაბამისად რომელიც უფრო ცოტა ის არის ხოლმე იოლი ნახატია, ჯერ მაგას დავხატო. იოლი რა, შავთეთრი არის და დიდი ხლაფორთი არ უნდა. ამიტომ არ მახსოვს რამდენად სურათი გადატანილი მაქვს კომპიუტერში. ვხატავ ესეთ რაღაცას. ვიცი ჩემი კლასელის Facebook-ზე შევიდე. ხატავ ამას. შავთეთრია. კი. შავთეთრია და ძალიან დანაუჭებული საროჭკაცია, რაც არ მომწონს, რა ვიცი. აი აქ დიდი რაღაც ნაოჭები აქვს და რავი. ეს კომპიუტერი არის ნინოზე დიდი და მაგ პერიოდში არის ჩვეულებრივი მუშა პროცესში და ეხლა ცოტა უჭირს ჩართვა-გამორთვა. ჩართვა არ უჭირს, გამორთვა არ უჭირს, ჩართვა უჭირს და აზარზე მოსვლა. ეს სურათი გადმოვიწეროთ და ეს სურათი გადავაბრძანოთ. ანუშკის სანახავად ვიყავი. ჩემ მეზობელთან ვიყავი გადასული. ყველაფერი რომ მოვრჩი, ვიფიქრე რომ ეხლა მეთქი ყავას დავლევ და მე დავხატავ და ყავის ჭიქა რო ავიღე. საერთხიც არ იყო გამორთული რომ გამეფინა და ყავის ჭიქა რო ავიღე, მაშინ გამახსენდა, ო იანუშკისთან ხომ უნდა გადავსულიყავი მეთქი და რაღაც ჩემი დავლიო მეთქი და წაველი იანასთან. ვნახოთ უბრალოდ გადავიტანოთ და გავშოროთ მთელ ეკრანზე. აი აქ მაქვს. ეხლა ის უნდა გადავიტანო. აჰა. გადამაქვს ეს სურათი. მე რაღაცა ისა მაქვს, ჩავთავ იმას. კინო მაქვს ნანახი. მე მგონი ცოტა კაი კინო იქნება რა, რომ რავი, საათნახევარში წესით უნდა დავხატო და პირდაპირ მივაყოლებ მარიამის პერანგსაც. ხა სანამ ვიღაცა შემისწორებს გრამატიკის მასწავლებელი, როგორც წეღარო თქვი, საროჭკაა მეთქი და საროჭკა არა, პერანგიო. სანამ ვიღაც შემისწორებს, მანამდე მე თვითონ გეტყვით, რომ კი. პერანგი. კამერაც გავხსნათ. ეხლა გადმოვაცუნცულოთ. სად არის? აი. მოკიდე ხელი გადაიტანე საქაღალდეში. აჰა, всё. ძნელი იყო? არანაირად. გავხსნათ ახლა. ჩვენი
მაქსიმალურად უნდათ რომ ეს პერსონაჟი საიდანაც არის, ანუ ირაკლის პერსონაჟი, გავდეს ირაკლის პერსონაჟს. მაგრამ აი ესე მე ვერ მივამგვანებ თუ აქ არ გავს. მაქსიმალურად ვეცდები რომ ისეთი იყოს როგორიც არის. აი როგორ ხატავ ხა უყურეთ. აი ეს არის პატარა ზომა ნახეთი? პატარა ზომა. ამიტომ გადახატვისას თლიანად ასე აი ასე ვადიდებ. ეხა აქ არ გავს ირაკლის, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები რომ რა ვიცი. ნუ მე ვერ მივამგვანებ რა აქედან როგორც არის ისეთი უნდა იყოს. აი ეს უნდა დავხატო ერთ სიტყვით. და ვნახოთ რამდენი ხანი მოუნდებით. ასე რომ დავიწყოთ. ჯერ ამისთვის ხსნით პერანგს და მე მგონი ვიდიჭკები და რაღაცები არ აქვს. თუ აქვს ცოტა სხვანაირი ვიდიჭკები არ აქვს, ამას აქვს ნაკერები აი აქა და აქ. რა ქვია მაგას? რაცა ქვია. ნუ წესით არ უნდა შეუშალოს ხელი. კაი იქნებოდა რომ სწორი ყოფილიყო და სუფთა. და აი ეს არა ქონოდა, აი. აი. და მეორე ხელი. მაგრამ არა უშავ, წავა. ეხლა მას გადმოვაბრძანებ და აი ესე გადავაცმევ ამ კოხტაბაგი და სამსაროჭკას. ზუსტად ზომაზე ჩაეცმევა ხოლმე, გაიტკიცება და ვიწყებ ხატვას. ზუსტად 5 წუთია, 10 წუთი ხდება 6-ის. ნახოთ რამე ხანში მოვჭი. აი ესე ჩაცმული საროჭკა. აი ნახეთ. ცოტათი უშლის ნახატს, მაგრამ ვეცდები რომ რაღაცნაირად კონტურულად შავად უფრო სწორად მოვხაზე. ესეც დავაწერე დღეს დიდი დღეა დიდი. აი, ქვემოთ წერია. ხო და ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ საღებავები, რომლებიც აი აქ მაქვს. ფუნჯები აქ მაქვს, ეხლა შეწავალ და წყალს, რომელიც იქ მაქვს, ჩავრთავ ფილმს და დავიწყოთ. სრულიად მარტო კავარსახში ღმერთო, როგორ მომნატრებია მარტო რა კარგია მარტო კავარსახში. ჯერ კარები დაგეხულა, ქარვახილას ეკიმი ხარ. სამესობლო გავაღვით. აჰა. ესეც აქ მაქვს მზად. და ეს თელდღე რაღაცა სუნს გუძნობ ოთახში, ანუ ხო დავალაგე. იმ სითხით დავალაგე, ანუ მაი გახსო შე რომ ირჩი, ანუ მაგით დავალაგე. მაგრამ ან ვერ რაღაცაი თითქოს, ბავშვები და ლაშავთ არ არის სუნიო. მე ვგრძნობ რომ სუნია რაღაც. ხო. ბარბარის ცოტა ტკბილი სუნამოები აქვს ხოლმე ზოგადად. ესენი ვინ შეტენა აქ? არა და მე შევტენე ვინ მირეკავს. ნინო, ერთი წამით. ძიგვერა ნინო, მელაპარაკა იბოდერა ხაი ჯერ არ დამიწყია. ეხლა უნდა ჩავრთათ ფილმი ტკბილი ოცნება. რაღაცა საკონდიტროზეა თუ რაღაცა რა კონდიტერზე, ახალ ბედაზე და ეგეთი რამე და რა ვიცი, აი ნახეთ როგორ მაქვს. აი ქუნა დავდგა ეს პატარა კომპიუტერი, აქ ეს დიდი მიდგარეთიც უნდა გადავხატო, აქ წყალი დავდგი და აქეთ საღებავები მაქვს და ფუნჯები, რომლებიც უნდა ამოვარჩიო, რომლებს ვიხმარ. ეს ყველა ვარიანტში და ერთიც არის, რომელიც ყველა ვარიანტშია, მაგრამ რომელი? აი ეს. აი ესენი. ეხლა კი დავიწყოთ. აი ამ დროს ვიწყებ. აი და როარ მეგაგანა, უკვე დაწყებული მექნებოდა. ნუ ძირითადი ფერები დავდე, ეხლა კონტურს ვამუშავებ. მერე ჭრდილებს ვეცდები რომ კარგად ამოვიყვანო. ეს გადის ისევ ტელევიზია. კონტურებს ვაკეთებ. ხალაც დავამუშავებ. და სუსუ ბოლოს გადავალ ბოთლის ზედაპირან, ბოთლი რა ხე რაღაცნაირად უნდა იყოს. ეს არ ვიცი ზუსტად საათები რომელზე დავიწყე, აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად მიდის მე მგონი. საქმე.
შრობის პროცესია, შრობი. გაშრა ლაკითაც დავაფიქსირე. ეხლა გადავუღებთ სურათს, ამისთვის ცოტა ფოტოგენურად უნდა დავდოთ. მაგალითად ესე რომ დავდებთ ამას. აუცილებლად კლავებიც უნდა გამოვუჩინოთ. აი ესე ამ სტილში. მეორეც ამოვაკონციალო. აი ასე. რომ მე სურათს რო გადავიღებ და აი ესე მოვჭრი სურათს, ხო? უნდა ეტყობოდეს რა არის. ეხლა გადავიღოთ სურათი. ანუ აი ამ შემთხვევაში რო ვიღებ ხოლმე სურათს რა, ანუ არ გადამიღია უბრალოდ ისე გასწორებული მაქვს. ამ შემთხვევაში რო ვიღებ ხოლმე სურათს, ყოველთვის კი არა, არასოდეს არ გამოდის ის როგორც უნდა გამოვიდეს. ხო და დამავიწყდა განათებას ვდგავ ხოლმე ზოგადად და ისე ვიღებ სურათს ყოველთვის. აი აქ დადე. აი აქ ეს. ნუ ეს ახლა ამ წუთას არის ეს. აქ ეს და აი აქ ვზივარ. ეხლა ეს უნდა შევაერთოთ. და აი ეს სხვანაირ ეფექტს ეძლევა. ანუ ის რა ქვია, ეგრეთ წოდებული სპიჭკითაც რო გადავიღო, არ არის რა. ამიტომ აი ამ განათებას ვიყენებ ხოლმე ხატვის დროსაც. და ახლა ცოტა ესე გამოვწევ. აი ამ ლაკით დავაფიქსირე, ეს აქ დავდოთ. ეს არის მე მგონი მე-5 თუ მე-6 და ესეც გათავდა. შეიძლება ერთ ნახატსაც ეყოს. აი ესეთ სიტუაციაში ხა გადავიღებ სურათს და ესე უფრო ისეთია როგორიც არის სინამდვილეში. მე მგონი გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო, არ ვიცი, ამაზე მეტად სხვა არ გამოვა. ეხლა რაც ვაკეთებთ იცი? ვკეცავთ საროჭას, არე გავამზადოთ. ძალიან ხარ გაჭყიდავთ თქვენ. კი ბატონო, გაჭყიდავთ. მაგით არ იყოს დასვრილი. ვაბრუნებთ საროჭკას. აი ესეთი გამოვიდა. ესე კიდე სხვანაირი ჩანს ხოლმე. ეს დიდი დღეა, დიდი. ირაკლი ჩხეიძე ეგრეთ წოდებული, მაგრამ როგორიც იყო, მაქსიმალურად შევეცადე, რომ იმას მიმგვანებოდა. ანუ ზოგი არის ხოლმე ესეთი პრინციპის ადამიანი რა, რომ მოიტანს, აი ზუსტად ისეთი უნდა, ზუსტად ის გამოდის, მაგრამ ზუსტად ის არ გამოდის. ეგ მარტო მხატვრობაში არ არის ეგეთი რამე, ქარხანა ხო არ არის, რომ ერთ და იგივე დაამზადო არა. მსგავსი იქნება, ანუ ზუსტად ის იქნება, მაგრამ ზუსტად ის არ იქნება. რავი ხა ვინ როგორ გაიგებს ბაკალბო? ამას ეხა აქედანაც ავკეცავ. საყელოს ესე გადაუკონციალებ. ესე. ესეც ნახევრად იკეცება და მე ესე. აი ასე. ირაკლი ჩხეიძე. თავის პარკში ჩავაგზავნოთ და გიოს პერანგი მზად არის. აუცილებლად უნდა დავხატო მეორე პერანგიც. ეს ვისია? ეს ახლა დავდე ხო? ეს ელენესია. მარიამის პერანგი უნდა დავწო. ესეც დავაბინაო. სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებ, სანამ ამ ყველაფერს იმას ვიზავ, მომშივდა. და პლუს ქათმებიც უნდა შევყარო და პლუს კიდე წიწილებსაც ვაჭამო. ცოტა შევჭამო, ჩემი ხალათი მინდა. ფიცუ, დედას ფიცუ, დედას პანდა. ლაკაკი ბიჭი ხარ სინა, ლამაზი ხარო. როგორი ლამაზი ხარ სინაო. იქ ჯამში დაბიად გაცა. შენ დაგჭა? მე რა რბილია. ბარემ ჩემ გვარს დაეწერე. ჩემი პატალა გუგუ, უიმე უკეთრად ბიჭი, ჩემი პანდა. უიმე როგორი მლელია. გენიენია.
ხალათი ავიღოთ, ჩავიცვათ და წავედით. უი, სარეცხი მაგასაფენი. სარეცხი მაგასაფენი თეთრეული. გავრე, გავფინო. გავფინო, არას ვიზავ. მარაი ვიზავ და ქათმები შევყაროთ. აი ეგ არის ხოლმე რა. ყოველთვის რა ქვია იმას. ის რომ მარტო ხატოს უთმობდე დროს ეგი არ არის, რომ უფრო სწრაფად ვიზავდი. შიგადაშიგა ესე პერიოდულად ადგომა და დაბლა ჩასვლა მიწევს ხოლმე და მე მიზარება ხოლმე. ასე რომ წავედით ახლა. ნახე რა დღეშია იქ რა. წავედით. დროებით, აბაი.